მე ვარ ემილი ლაბაძე 9 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის თამაში, საჭმელის გაკეთება და ხატვა. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 3 წლის. მე ვიცი სახლის ხატვა, მინდვრის ხატვა, ყვავილების, ბიჭის და გოგოს ხატვა, ძის ხატვა და ბუნების ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ყვავილებს. მე ყვავილებიდან ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია, რომ გაზაფხულზე დავიბადე. ჩემთვის კომფორტულია ფლომასტერებით ხატვა. საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მომწონს ყავისფერი. ყველაზე რთულია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის. ჩემი დაც კარგად ხატავს და თვითონაც მასწავლის ხატვას. ვაგროვებ ჩემ ნახატებს და მინდა რომ მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემ მშობლებს, ჩემ კლასელებს და ჩემ მეგობრებს. ნახატი ჯერ არ გამიყიდია და მინდა რომ გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, მე წავალ მოლში და ვიყიდი ყველაფერს. შოპინგი არის ჩემი ჰობი. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონდა 230 ლარი. დაბადების დღეზე და ახალ წელს მაჩუქეს და დამიგროვდა. ვარ ლავაზი გოგო და ძალიან მიხტება გაპრანჭვა. ბევრჯერ მიფიქრია, რომ მე ვარ კარგი მოდელი. სამსახურს რო დავიწყებ, მე ხელფასი მექნება 4000 ლარი. მე რა თქმა უნდა თანდათან მომემატება ხელფასი. როცა გავიზრდები, მე ვაპირებ ვიმოგზავრო ბევრ ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზავრო წავა კორეაში. მანდა მაინც კორეაში იმიტომ უნდა წავიდე, რომ მაგ არის ჩემი საყვარელი ჯგუფი BTS. მაგრამ ზუსტად დარწმუნებულია, რომ კორეაშია თუ არა. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი მზია მამიდას. თვითონაც სულ ჩუქნის რაღაცეებს. ბოლოს მაჩუქა ტელეფონი და ყურსასმენები. მე მყავს ყველაზე კარგი მამიდა მთელ სოფლიოში. თახში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 13 წლის და ქვია თათული. ის არის პრაჭია, ლამაზი და ჭკვიანი გოგო. ჩემი აზრით თათული რო გაიზრდება, გამოვა არქიტექტორი. მამიკო არის ვაჟკაცი, უშიშარი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ნაზი და მხიარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული კექსი. სხვათა შორის მე შემიძლია გემრიელი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 7 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე გემრიელად ვაცხობ პიცას. რო გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მხატვარი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი კბილის ექიმი. ახლა მინდა ვიყო 16 წლის. იმიტომ რომ მალე დავასრულებ სკოლას და გავხდები სტუდენტი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი მასწავლებელი და კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ელენე ვარშანიძე. ყველაზე ცელქია დათა ბეჟანიძე. ყველაზე ჭკვიანია ბექა ჭანიძე. ყველაზე მშვიდია ალექსანდრა ჯინჭარაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია ლავრა ლორდქიფანიძე. იმიტომ რომ ლამაზია, ბედნიერია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ სულ კარგ ხასიათზეა. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია Squid Game. ბიჭი რო ყოფილიყავი, ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველაფერს გავხტიდი უფასოს. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ნაცრისფერი კნუტი. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ემილი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა. მე ემილი დამარქვა მამიკომ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ემილი რომ არ მერქვას, მერქმეოდა ქეთი. ჩემ შვილებს დავარქმევ ქეთის, მართას და ლუკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია K-pop-ის სოლისტის ლისა. ჩემი ყველაზე კარგი თვისება არის, რომ სულ ვარ მხიარული. რა თვისებას გამოვასწორებ და უცებ რომ არ გავბრაზე ადამიანებზე. ბედნიერება არის საჩუქრები, კნუტი რომ მყავს სახლში, ხატვა და ყველაზე კარგი მშობლები რო ყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.